ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობთ ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად ვიქტორ ყიფიანი, GeoCase-ის თავმჯდომარე მინდა წარმოგიდგინოთ, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე ამ თემებზე გადავალ, აუცილებლად მინდა გკითხოთ იმ სანქციებთან დაკავშირებით, უბრალოდ დასასანქცირებელთა სიის გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელიც შესახებაც დღეს ბალტიისპირეთის სამმა სახელმწიფომ გამოაცხადა, ამჯერად უკვე სასანქციო სიაში მოხვდნენ პროკურორები, მოსამართლეები, პოლიტიკური თანამდებობის პირები და ყველა ადამიანის უფლებების ხელყოფისთვის საქართველოში. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ანუ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩნდება ჩემი საზრით და ჩემი შეფასებით მთავარი შეკითხვა. არის თუ არა ეს გარკვეული, ასე ვთქვათ, გამოძახილი ევროპარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული რეზოლუციისა და შესაძლებელია თუ არა, რომ ბალტიისპირეთის აი ამ სამი ქვეყნის შემდეგ უკვე ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებმაც ეროვნულ დონეზე მიიღონ ანალოგიური სასანქციო პაკეტი საქართველოსთან მიმართებაში. დიახ, გამოგიტყდებით არ მინახია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ფართოვდება ასეთ პირთაწრე, რა თქმა უნდა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს დასავლეთის დაპირისპირება გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში კოლექტიური დასავლეთზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ დიახ, თქვენ მართალი ბრძანეთ, ქალბატონო ემა, რეზოლუციაში იყო ასეთი ჩანაწერი, რომელიც ტოვებდა იმის საშუალებას, რომ ცალკეულ ქვეყნებს ინდივიდუალური წესით, ეროვნული კანონმდებლობის სახით, ეროვნული რეგულაციების სახით აემოქმედებიათ ასეთი შეზღუდვები და ჩვენ სწორედ ამის მოსმენი ვართ. რამდენად ეს ატაცებული იქნება სხვა ქვეყნების მიერ, ამაზე ახლა ძალიან რთული არის მსჯელობა. ფაქტი არის, რომ ბალტიისპირეთი ყოველთვის ერთგვარი, ასე ვთქვათ, მოწინავე რიგებში არის ამ თვალსაზრისით, ამას თავისებური ახსნა აქვს, ემოციური, გეოპოლიტიკური, ისტორიული. ნახოთ პროცესი როგორ განვითარდება. თუმცა ჩვენ გვახსოვს ევროკავშირის ბოლო მინისტერიალი, სადაც იყო საქართველოს საკითხის განხილვა და სწორედ აი ამ მინისტერიალის გამართვის შემდეგ გაკეთებული კომენტარებიდან ევროპული სახელმწიფოების ლიდერები ამბობდნენ, რომ ისინი შეეცდებოდნენ დაერწმუნებინათ უნგრეთი და სლოვაკეთი, რომ ერთხმად ყოფილიყო ევროკავშირის მიერ მიღებული არაეროვნული სანქციები, არამედ ინსტიტუციონალურ დონეზე ასულიყო სანქციები საქართველოსთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში ჯერჯერობით საუბარია კონკრეტული პირების მიმართ დაწესებულ სანქციებზე. ანუ თავისთავად, როდესაც სამი სახელმწიფო იღებს დამოუკიდებლად ასეთ გადაწყვეტილებებს, მართალია დროში ემთხვევა მათ მიერ სანქციების გაფართოება, მაგრამ სხვა დანარჩენი სახელმწიფოები, ხო, 24 სახელმწიფო, ორიც გამოვაკლოთ, 22 ამ შემთხვევაში ასეთ განცხადებას არ აკეთებს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია შიდა სამუშაო პროცესი არ მიმდინარეობდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთ ხის გადაწყვეტილებებს არ იღებს ქართულ ოცნებასთან მიმართებაში, ეს რაზე შეიძლება მეტყველებდეს და მიანიშნებდეს? ეს სხვა შორის ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჩვენთვის, იმდენად რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც შედეგს და შედეგი უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ ამ ღონისძიებების შედეგად ქვეყანა დაბრუნდეს, კლავინდებურ კურსს დაუბრუნდეს. ეხლა რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს, ალბათ სანქციების ძირითადი დანიშნულება სწორედ ეგ არის. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ სტატისტიკურად ეხლა მე არ მინდა ძალიან შორს წავიდეთ, თემისგან გავიდეთ. დაახლოებით მესამედი მსოფლიოში ამოქმედებული სანქციების აღწევს საბოლოო წარმატებას, ანუ ზემოქმედება მოახდინონ ქცევის კოდექსის მოქმედების შეცვლაზე, ქცევის შეცვლაზე. აქედან გამომდინარე, დღეს ძალიან ბევრი დებატი არის აკადემიურ სფეროში განსაკუთრებით სასანქციო პოლიტიკის ეფექტიანობაზე, შემოვიდა ესეთი ცნება, როგორიც არის ჭკვიანი სანქციები. და სწორედ აქ იმაზე არის საუბარი, როგორ შეიძლება სანქციის მართვა და სანქციის მართვა იგივე მეცნიერება არის და ხელოვნება, სანქციის შემოღება მარტო არ არის საკმარისი. ის უნდა იმართებოდეს დროში, ის უნდა იმართებოდეს კონკრეტულ გარემოებებში და უნდა აღწევდეს საბოლოო შედეგს. ეხლა ეს ერთი რაც ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, ამიტომ რაოდენობრივი პარამეტრი მნიშვნელოვანი არ არის, მთავარი არის ხარისხობრივი და მეორე, რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, ალბათ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჩემი პასუხი ესეთი არის, შეიძლება ბევრმა არ გაიზიაროს, დღეს უმეტესი ევროპისა დაკავებული არის სხვა თემით. ეს არის ის თემა, რომელიც დღეს არ ჩამოდის ტელეეთერებიდან და მსოფლიო მედიის ფურცლებიდან.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპისთვის სულ ერთი არის ესა თუ ის გეოგრაფია, ევროპული სივრცის, მაგრამ ძირითადი რესურსი ალბათ მიმართული არის იქეთკენ, სადაც სოფლიო კონიუნქტურა გაცილებით უფრო ბევრის განმაპირობებელი არის, შეიძლება ესეც ჩვენთვის არც თუ სასიამოვნო პასუხი არის ამ შემთხვევაში, ვიდრე ქართული თემატიკა. დიახ, დღეს ტრამპის დამოკიდებულებამ, ტრამპის ადმინისტრაციის ხელწერამ და ამერიკას უკრაინის ბოლო სამიტმა იმდენად შთანთქა ყურადღება მსოფლიო მედიის და პოლიტიკოსების, რომ დღეს ალბათ ასეთი ყურადღების მხრივ მე ვერ ვიტყვი რომ პერიფერიაზე ვართ, მაგრამ გარკვეულწილად ჩვენ ეს ვთქვათ რიგითობაში ცოტა ალბათ ქვემოთ ჩავიწყეთ. მესმის, მაგრამ ჩვენს ასე ვთქვათ ინტერესის სფეროს უპირველეს ყოვლისა ამ შემთხვევაში ვსაუბრობ საქართველოს მოქალაქეების წარმოადგენს ქვეყანაში მიმდინარე შიდა პროცესები, ხომ? აი როდესაც ეფექტიანობაზე ვსაუბრობთ ამ სანქციებისა, მოდი გავკადნიერდები და პირდაპირ გკითხავთ, შესაძლებელი ამ შემთხვევაში ჩემგან ცოტა დილეტანტურად ჟღერდეს, მაგრამ გაუნდინარე იქიდან რომ არ მაქვს არანაირი დიპლომატიური გამოცდილება, არც პოლიტიკური, როგორც ჟურნალისტ შესაძლებელია ეს ცნობის მოყვარება მეპატიებოდეს კიდეც, ხომ? ანუ თქვენ თქვით რომ მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. ანუ მაგალითად ესტონეთი, ლიტვა, ლატვიასთან ერთად დღეს რომ მსგავსი სასანქციო პაკეტი საფრანგეთს ან ბრიტანეთს მიეღო, გაცილებით უფრო ეფექტური იქნებოდა? ალბათ კი. სხვა შორის არც მე არ ვარ პოლიტიკოსი და დიპლომატი, ამიტომ ჩვენ თანაბარ პირობებში ვართ ამ შემთხვევაში და შეგვიძლია ძალიან გულახდილად ვისაუბროთ ამ თემაზე. იცით, ერთი არის ეფექტიანობა და მეორე არის ეფექტურობა. და ამ ორ სიტყვას შორის არის ძალიან უზარმაზარი განსხვავება. რა თქმა უნდა, ეფექტიანი არის ესა თუ ის სვლები, რა თქმა უნდა, ეფექტიანი, როდესაც არის ასეთი შთამბეჭდავი სია და პრაქტიკულად სახელმწიფო მოხელეები ძალიან დიდი შერი არის მოქცეული, მაგრამ ჩვენ გავიხსენოთ, ეხლა თუ ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, თავის დროზე, როდესაც სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს გადაეცა კონკრეტული სია, კონკრეტული პირების, თუ ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, არა ეფექტიანობაზე, რომელთა მიმართებაშიც ესა თუ ის ღონისძიება იქნებოდა გაცილებით უფრო შედეგზე ორიენტირებული. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მაინც ეს თქვა, აი ამ ორ ქმედებას შორის რა არის ეფექტიანი და რა არის ეფექტური. ჩვენთვის ალბათ ეფექტურობას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეფექტიანობას. მათ შორის ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის, არ ვიცი, თემთა პალატას უნდა განეხილა, იცით, ჩვენ მაშინაც ეთერში მე და თქვენ გავაკეთეთ სწორი დათქმა, რომ ცალკეული თემთა პალატის ცალკეული წევრების ინიციატივა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი აკრებს, პროცესი გავა ბოლოში და მიიღებს კონკრეტულ შედეგს. ამიტომ ჩვენ ხშირად ვისმენთ ამა თუ იმ შეფასებებს, ჩვენ ვისმენთ ამა თუ იმ შეფასებებს, მათ შორის Twitter-ის თუ ეგრეთ წოდებული მეტას გამოისობით, მაგრამ ერთი არის გახმოვანება, მეორე არის რაზედაც ჩვენ არაერთხელ გვირგვანს, ეს არის პროცედურული დემოკრატია. ანუ ინიციატივამ უნდა შეიძინოს პოლიტიკურ სამართლებრივი დოკუმენტის დატვირთვა. ჩვენ ხანდახან შეფასებებში პროცესს წინ ვუსწრებთ და მანამ სანამ დოკუმენტალიზაცია მოხდება ამა თუ იმ ინიციატივებს, უკვე მსჯელობთ კონკრეტულ შედეგებს. ხო, მაგრამ ყველა თან ხდება იმაზე, რომ იმისათვის რომ შედეგი იქნას მიღწეული, ამ შემთხვევაში საუბარია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებაზე და ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნაზე, ამისთვის აუცილებელია როგორც წნეხი გარედან, ასევე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, წინსვლა ქვეყნის შიგნით. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებთ ბალტიისპირელების ძალისხმევას, ეს არის გარკვეულწილად ის სწორი და საჭირო ემოციური პოლიტიკური ფონის შექმნა, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ რეალურ სამყაროში, ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ სამყაროში, სადაც გეოპოლიტიკა განისაზღვრება მსხვილი მოთამაშეების მხრიდან, ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქმედითობაზე, მას სადამე ეფექტურობაზე, ეფექტიანობაზე, ალბათ მათი მხრიდან კონკრეტული გზავნილი უფრო წონადი იქნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ისინი ძალისხმევას არ იშურებენ, რათა დაარწმუნონ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები, აი ამ სასანქციო პაკეტის ამოქმედებასთან დაკავშირებით. მოდი დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები საერთაშორისო ასპარეზზე ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. ახლა რაც შეეხება შიდა პროცესს, სხვა შორის ერთ-ერთი ბოლო სტუმრობისას ესეთი ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი რამ თქვით
სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით თქვენ თქვით რომ მას შემდეგ რაც მან ორბელიანების ეფექტი მოიტოვა უკან მართებს რომ უფრო მეტად ინტეგრირდეს აი ამ პროცესში მათ შორის მეტი თანამშრომლობა მართებს ოპოზიციასთან. ბოლოს რაც ვნახეთ სალომე ზურაბიშვილმა თუ არ ვცდები 5 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა თუ როგორ უნდა მივიდეთ ახალ არჩევნებამდე ან შესაძლებელია ვიღაცა მიფიქროს რომ ეს არის გეგმა რომელიც უნდა ძალაში შევიდეს 4 ოპოზიციურ კოალიციასთან ერთად უკვე ახალი არჩევნების ჩანიშვნის შემდეგ უბრალოდ თქვენთვის მინდოდა მეკითხა ამას გულისხმობდით ანუ თუნდაც აი ასეთი ნაბიჯებით ფიქრობთ რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს რომ უფრო აქტიურად იყოს წარმოჩენილი აი ამ შიდა პოლიტიკურ პროცესში. ქალბატონი სალომე არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი და დიპლომატი, ის რაც მემაგლია და თქვენც კიდევ დაიჩემებთ რომ ეს გაკლიათ, ამიტომ ჩემი მხრიდან რა თქმა უნდა უხერხული იქნება მით უმეტეს საჯარო სივრცეში მას სპათ ლექცია ჩაუტარო თუ მითითება მივცე, რა თქმა უნდა მე ამას არ და ვერ ვიკადრებ. ჩვენ რა თქმა უნდა დავუფასოთ ქალბატონ სალომეს აი ეს მცდელობა, ნებისმიერი ასეთი მცდელობა არის აღსანიშნი, მაგრამ თქვენ ახსენეთ სიტყვა გეგმა. მე მაინც ჩასწორებას შევიტანდი. ეს არ არის გეგმა, ეს არის გარკვეული პრინციპების დეკლარირება. დეკლარირებასა და გეგმას შორის არის ისეთივე განსხვავება, როგორც ჩვენ საუბრის დასაწყისში ვთქვით, ეფექტიანობა და ეფექტურობა. რა თქმა უნდა, დეკლარაცია შეიძლება იყოს ძალიან ეფექტიანი, მაგრამ გეგმის კუთხით, ეფექტურობის კუთხით, შედეგის მიღწევის კუთხით, საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რა თქმა უნდა, ამ მხრივ ამ დეკლარაციას შეჯერობით გეგმის შინაარსით, ჩემი აზრით, ჩემი მოგზაურებული შეფასებით არ აქვს. ხო, ასეთი საბეჭდება ბევრს დარჩა სხვათა შორის, რომ ეს არის ისევ პრინციპები, ხედვა არ ვიცი, საერთო შეთანხმებული სტრატეგია. აი დღეს 3 მარტი არ არის დრო, რომ უკვე ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად აქტიურ საზოგადოებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობით, რომლებიც აგერ უკვე მე რამდენი თვია ხომ აქტიურად მონაწილეობენ აი ამ შიდა საპროტესტო პროცესში, უკვე კონკრეტულ გეგმაზე შეთანხმდეს პრინციპების ნაცვლად? შეიძლება თუ არა მე ჩემ თავს მივცე უფლება გავკადნიერდე და მიუხედავად იმისა რომ მე ვარ რესპონდენტი და თქვენ ჟურნალისტი კონტრშეკითხვით მოგიბრუნდეთ. რა თქმა უნდა. თქვენ არ გრჩებათ შტაბეშტილება რომ ყველა სუბიექტი პოლიტიკური თავის წესზე მოძრაობს. და ესე ვთქვათ ურთიერთგადაკვეთა ამ ავტონომიურ წრეებს შორის არის ძალიან ნაკლები. ეს ეხება ნებსით უნებლიეთ ქალბატონ სალომესაც და ჩვენ თქვით კიდევაც რომ ის ძალიან დიდი კაპიტალი პოლიტიკური რაც მას აქვს განსაკუთრებით ქვეყნის შიგნით სამწუხაროდ იმ ხარისხით ამოქმედებული არ არის ქვეყნის უბრალოდ ქვეყნის გარეთ იმ ხარისხით არ არის ამოქმედებული ქვეყნის შიგნით ეს ალბათ უნდა დავაბრალოთ ორ გარემოებას. პირველი რომ ქალბატონ სალომეს არ ყავს საკუთარი საყრდენი პოლიტიკური ძალის სახით, ეს არ არის სტრუქტურირებული, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში თუ მე რამე გამორჩა დილით, მე არ მომისმენი არა აი მე მსგავსი და მე მგონი საღამომდე არაფერი არ მოხდა. ეს 4 ოპოზიციური ქარტიაზე ხელმომწერი პოლიტიკური კოალიცია ვერ იქნება, არ არის? არათუ იქნება, არ არის მისთვის დანარჩენი ეს 4-ეული რომელიც თქვენ აღნიშნეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მაინც წარმოდგენა მრჩება რომ თავიანთ ავტონომიურ რეჟიმში აგზელებენ მოქმედება. თუმცა ჩვენ ცოტათი გავიხსენოთ ახლა მაშინ ისტორია. აი თქვენ ქართული ქარტია სწორედ ბრძანეთ. აი ქართულმა ქარტიამ ვერ განაპირობა ის გაერთიანება თუნდაც რამდენიმე სუბიექტის, რომლებიც მსოფლმხედველობრივად როგორც ცენტრისტული ძალები ალბათ მოვალენიც იყვნენ, რომ საერთო ენა ერთმანეთში ეპოვათ. ვერ მოხდა ხო? ეს ვერ შევიდა და ვერ გამოვიდა. ან გავიხსენოთ მეორე შემთხვევა, ან მეორე გამოვლინება ასეთი კოორდინაციის არქონისა, ან შემხედრი ნაბიჯების ვერ განხორციელებისა. ტექნიკური მთავრობის საკითხი. ალბათ ქართველი ამომრჩევლისთვის გაცილებით უფრო საორიენტაციოდ ამ სივრცეში სანავიგაციოდ უფრო დამხმარე იქნებოდა, როდესაც კონკრეტულ პრინციპებს ასევე ზურს გაუმაგრებდა კონკრეტული სახეები, კონკრეტული პერსონალიები. ეს საერთოდ ამომრჩევლის ფსიქოლოგია არის და მით უმეტეს ქართველი ამომრჩევლის. რაოდენ ლამაზად არ უნდა იყოს დეკლარირებული ესა თუ ის პრინციპები და ქართული ქარტია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გზამკვლევი იყო. ამომრჩევლისათვის მინდა ფსიქოლოგიურად ვინ იქნება ის კონკრეტული ადამიანთა ჯგუფი,
რომელიც ამით დაკავდება, ეს ალბათ იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი შენატანი ოპოზიციის გასამარჯვებლად, რაც არ მოხდა. მართალი ხართ, მინდა დაგეთანხმოთ ეს სხვათა შორის ჩემს შეკითხვაში და ჩემს პოზიციაშიც საჯაროდ პირად საუბრებში არაერთხელ დამიფიქსირებენ, ნამდვილად რჩება შთაბეჭდილება, რომ აი ორბიტის გარშემო ყველა პოლიტიკური ძალა თავის არ ვიცი ღერძზე ტრიალებს და ზოგს აქვს გარკვეული ასე ვთქვათ მზაობა, მოდი ასე ვთქვათ. შეიძლება დიდი სურვილი არ ქონდეთ, მაგრამ ხედავდნენ პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე ამის გარდაუვალ აუცილებლობას, რომ რაღაც გარკვეულ ერთობაში მოიყარონ თავი. თუმცა ეს განცხადებების, მოწოდებების, სურვილების მიღმა ეს საუბრები არ მიდის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით ყოველგვარი რევერანსის გარეშე და სრული გულწრფელი პატივისცემით, რომ ნებისმიერ ასეთ გაერთიანებაში, ნებისმიერ ასეთ სუბიექტში არის ძალიან ჩვენთვის საინტერესო ინდივიდები, მაგრამ ინდივიდების ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ინდივიდები ჯერჯერობით არიან იმ პოლიტიკური კულტურის მომასწავლებლები, რომლებიც ჩვენ ასე გვესაჭიროება. ჩვენ ფაქტია, რომ აი გადის დრო, დღეს დღე მიყვება, კვირას კვირა მიყვება, თვეს თვე მიყვება და ჯერჯერობით ეს მოძრაობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის სამოქალაქო ინიციატივის გამოისობით. პოლიტიკური მდგენელი იქ არ ჩანს, ამიტომ ჩვენ პოლიტიკოსების მხრიდან კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ ინდივიდებს არ ეხება, უფრო მეტად ხმაური გვესმის, ვიდრე კონკრეტულ შედეგს ვხედავთ მატერიალური სახით. ამიტომ ჩვენ დავსვათ ესეთი რიტორიკული კითხვა, რასაც შედარებით უფრო ფრთხილად და მოგზაურებულად ვსვამდით გემახსოვრება წინასაარჩევნო კამპანიის დროს. დღეს ალბათ უფრო თამამად უნდა ვთქვათ. ის ველი პოლიტიკური, რომელიც არის რამდენად აქტუალური არის, რამდენად პასუხობს დროის ამოცანებს და რამდენად შეუძლია ქართულ ამომრჩევლამდე მიიტანოს ის, რასაც ამორჩეველი ელის პოლიტიკური სპექტრის. ანუ შესაბამისად, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რჩება განცდა, რომ ეს გზა ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილთან ერთად ახალ არჩევნებამდე ვერ მიიყვანს, ან მიიყვანს ძალიან ნელი ნაბიჯებით და ამ დროში შეიძლება ძალიან ბევრი გაფუჭდეს და აქვე კითხავთ. აი ხომ არ ფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა გავიდეს ამ პოლიტიკური ველიდან და პოლიტიკური დასაყრდენი სულ სხვა პოლიტიკურ თუნდაც ჯერ არ შექმნილ ძალებში ეძებას? როგორ პირდაპირ დასმული შეკითხვა არის ამ ვითარებაში, რომელშიც მე თქვენ ახლა ჩამაგდეთ. არა, მე არ ფიქრობ, რომ ვინმე უნდა გავიდეს. მით უმეტეს ეს არ ეხება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, ჩვენ ვთქვით უკვე და ეს არ არის, თქვათ, რაც კოჭის გაგორება. ჩვენ ვხედავთ რაოდენ დიდი რეპუტაციით სარგებლობს ქალბატონი სალომე ქვეყნის გარეთ, პრაქტიკულად ქვეყნის გარეთ ის არის ერთადერთი ფიგურა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს და გააქვს ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე ამბავი, სწორი და მართალი ამბავი და ჩვენ ამას ვხედავთ სხვადასხვა ფორუმების მნიშვნელობით, ამიტომ რა თქმა უნდა ასეთ სარგებლიან ფიგურაზე უარის თქმა იქნებოდა დღეს დანაშაულზე უფრო მეტი შეცდომა. პირდაპირობა. ხო და რაც შეეხება დანარჩენებს, მე კიდევ ერთხელ ვამბობ ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე, რომ ალბათ არსებულმა სუბიექტებმა დროა გადახედონ თავიანთ შიდა პარტიულ დემოკრატიას და შიდა ადამიანურ რესურსს. თუ ასეთ რესურსს ისინი ხედავენ თავიანთ წიაღში, ეს რესურსი უნდა წამოვიდეს ზედაპირზე, თუ ასეთი რესურსი არ არის, ვერ მოიძებნა და არ იძებნება, მაშინ სათანადო გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ხო, სხვა შორის პირდაპირობაზე გამახსენდა, ამაზე მოგვიანებით უფრო ვრცლად კითხავთ, მაგრამ პირდაპირობა იქცა სოფლიო პოლიტიკის ვორდინგად შეიძლება ასე ითქვას, რა თქმა უნდა, ჯერ მისი მასშტაბები არ გავრცელებულა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ისინი მაინც ინარჩუნებენ პოლიტიკურ დიპლომატიას, მაგრამ ის რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა, ალბათ დავიწყებას დიდი ხნის განმავლობაში არ მიეცემა და სხვათა შორის ესეთი საჯარო განცხადებებით ეს ისევ გრძელდება. თუმცა მაინც შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებითაც მოდი პირდაპირ გკითხავთ
დღეს ხათაშორის ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი რაღაცა სახლობანას თამაშობს, როდესაც ხვდება ოპოზიციას და პირდაპირ ურჩიეს ოპოზიციას, რომ რამდენიმე თვეში იქნება ადგილობრივი არჩევნები და მოემზადონ ადგილობრივი არჩევნებისთვის. როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ მიუხედავად მცდელობისა ისინი ვერ ახერხებენ ერთმანეთთან რაღაცა შეხების წერტილების საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებას, მოდი ასე ვთქვათ, ხომ არ არის ადგილობრივი არჩევნები სწორედ ის ჯადოსნური წერტილი, რომლის გარშემოც ოპოზიციამ აუცილებლად უნდა გამონახოს ძალა და საერთო ალიანსის შექმნას. აი მარტივი მაგალითი, თუნდაც თუ ოპოზიცია შეძლებს და თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატით მოიპოვებს გამარჯვებას, თბილისში გამარჯვება და თბილისის აღება, კარგი გაგებით, პოლიტიკური თვალსაზრისით უკვე ბილეთია ფაქტობრივად ცენტრალური ხელისუფლების ასარებად. სხვა შორის სახლობანაზე თამაშს რაც შეეხება, ჩემი აზრით ქართული ოცნება არანაკლებ თამაშობს სახლობანას, ოღონდ იმ გაგებით და იმ განსხვავებით, რომ ქართული ოცნების სახლობანას გაცილებით უფრო მეტი რესურსი აქვს ძალოვნების მხარდაჭერითა და მხარდამჭერი ბიზნესის გამოისობით. თორე სხვაგვარად, თუ ჩვენ შევხედავთ ეზეთ ხედით, აი გლობალური პოლიტიკის კუთხით, ქართული ოცნების პოლიტიკა არანაკლებ სახლობანას მომაგონებს. ეხლა რაც შეეხება მაგ შეკითხვას, იცით მე არ მაქვს პრინციპად აკვიატებული, რომ გინდა თუ არა, აი რაღაც ხაზს თუ ან ვითარებ, ის ხაზი არ შეიძლება შეიცვალოს. და ახსნი რა მაქვს ხედველობაში, შეიძლება 1-2 თვის წინ პრინციპულობა, შეიძლება თქვა სხვაგვარად CGUT, რომ არამე არ გავდივარ ადგილობრივ არჩევნებზე და არ ვიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ საპარლამენტო არჩევნების საკითხი ჯერჯერობით არ არის გარკვეული და ვერ გადაწყდა. შეიძლება მე ეს პოზიცია დამეჭირა. დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ გარე კონიუნქტურას, გავბედავ და ვიტყვი, რომ შეიძლება და გავბედავ იმას, რომ შეიძლება ძალიან გაკრიტიკებული ვიყო, მაგრამ პოლიტიკა არის შესაძლებლობების ხელოვნება. და იმ თავსატკივართან ერთად, რომელიც ჩვენ დღეს გვჭირს ქვეყნის შიგნით, დაგვემატა ის თავსატკივარი, რომელიც ახლა ქვეყნის გარედან მოგვეხვია, ხო? ამიტომ აქედან გამომდინარე, ხო, მეც ხმამაღლა გავაჟღერებდი ასეთ დაშვებას. მე ეს არ არის ჩემი, ეს თქვა კატეგორიული, რომ პასუხი ან დამოკიდებულება ამ ვითარებაში ხომ არ სჯობს, რომ არსებული კონიუნქტურის გათვალისწინებით ვიფიქროთ, დავწონოთ, ვიფიქროთ, რომ შექმნილი გარემოებებიდან გამოვადნოთ მაქსიმალურად შესაძლებელი შედეგი, გადავდგათ პირველი ნაბიჯი, დავეუფლოთ პირველ საფეხურს და მე უკვე ვიფიქროთ შემდეგ საფეხურზე. ანუ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, გარკვეული ერთიანობით თუ ისევ ცალკე ორბიტის გარშემო საკუთარ ხერხზე მოძრაობით. ერთიანობაზე და განცალკევებაზე ვერ გეტყვით, ეს ალბათ უკვე შემდგომი თემა არის, მაგრამ პირველი საკითხი და უმთავრესი უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. ჩემი აზრით, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდება პროცესები შიგნით, ქვეყნის შიგნით და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაკნინოთ ის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც არის, მაგრამ დრო გადის და ფაქტიურად ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ აი სამოქალაქო თავდადების გამოისობით და პოლიტიკური შედეგი ჰორიზონტზე ძალიან ეს ვთქვათ მოციმციმე არის და ჩვენ ვახსენეთ ის საგარეო კონიუნქტურა, ალბათ პრინციპული გადაწყვეტილება არის მაინც მისაღები პირველ რიგში მონაწილეობის მიღება თუ მონაწილეობის არ მიღება. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებს, გარდა იმისა, რომ ჩვენ ბუნებრივია ყველას ინტერესში შედის მშვიდობა უკრაინის მიწაზე, ოღონდ რა თქმა უნდა, არა ის მშვიდობა, რომელიც რუსეთის ინტერესში შედის, ასევე გვაინტერესებს მალე დასრულდეს ეს პროცესი, რომ ევროკავშირმაც და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც უფრო მეტი დრო გამონახონ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ვხედავთ აი დღევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, ამერიკის ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეკონომიკური შეთანხმება უკრაინასთან არ განიხილება, რადგან ზელენსკიმ გააფუჭა ყველაფერი ძალიან მოკლედ. ამ შემთხვევაში ასეთი იყო შინაარსი მის მიერ გაკეთებული განცხადებებისა. ბრიტანეთი და საფრანგეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას როგორც მიწაზე, ისე ჰაერში და სამხედრო დახმარება გაგრძელდება ასევე ეკონომიკური სანქციები რუსეთთან მიმართებაში.
თავის მხრივ რუსეთი თავხედობას უწოდებს ბრიტანეთის და საფრანგეთის მზაობას, რომ სამშვიდობოები შეიყვანონ უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინის მიქსევას უწოდებს ამ ყველაფერს და ამბობს, რომ ბანკეტის გაგრძელება სურს ევროკავშირს აი ომის სახით. რა პერსპექტივა აქვს მშვიდობას, აი ამ ძალიან დაძაბული შელაპარაკების, ამას მოლაპარაკება არ ერქვა, შელაპარაკების შემდეგ. ძალიან იოლი არის, რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი პასუხი არის, ყველაზე მარტივი მიზეზი ვეძებოთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკიში და ვთქვათ, რომ მან ვერ გაართვა იმ შეხვედრას თავი, როგორც საჭირო არის, ეს იქნებოდა საკითხის უკიდურესი გამარტივება. თუმცა ამასთან დაკავშირებით ახლა გამახსენდა სხვა შორის ჩერჩილის მოგონებებში არის ესეთი ფრაზა, რომ პრეზიდენტ რუზველტთან შეხვედრამდე პრაქტიკულად ყველა მისი კაპრიზის შევისწავლე და იმაზე მეტი ვიდრე შეყვარებულებს შორის შეიძლება ეს ხდებოდესო. ეს რა თქმა უნდა ახლა ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ნახევრად სერიოზულად გაცილებით პრობლემა ჩემი აზრით უფრო სხვა რამეში არის, პრობლემა და გამოწვევა არის იმ ხელწერაში, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ჩვენ გვთავაზობს და ვინაიდან დროის სიმცირიდან გამომდინარე ამ საკითხის ჩაშლის საშუალება ჩვენ საკმარისად არ გვაქვს, მაინც რამდენიმე ასპექტს უნდა მიექცეს ყურადღება. ჩემი აზრით შეერთებულმა შტატებმა უნდა გააცნობიერონ ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ, რომ ის რაც ხდება უკრაინაში, ეს არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის ომი, ეს არის გეოპოლიტიკური დასავლეთის ბედის საკითხი, ეს ერთი თემა და მეორე თუ გეოპოლიტიკური დასავლეთი გადარჩა, რამდენად მოწინავე როლი ექნება გადარჩენილ გეოპოლიტიკურ დასავლეთში ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს არის ალბათ ორი პრინციპული საკითხი, მაგრამ სანამ ჩვენ ესე ვთქვათ, სხვა გადაცემებში უფრო დეტალებში გადავალთ ამ ხელწერაზე და მეორე საკითხი, რაც შეეხება შეერთებული შტატებისა და ევროპის ურთიერთქმედებას უკრაინაში სამართლიანი, თქვენ მადლობელი ვარ, რომ ამას ხაზი გაუსვით სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად. ის გეგმა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ პრემიერ-მინისტრის სტამერის პირით, ერთმა რამე მიიქცია ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა მოწადინებული არის და აცხადებს პოლიტიკურ მზაობაზე, რომ განახორციელოს ესა თუ ის გეგმა, იქ მაინც backstop, ასეთი სიტყვა იქნა გამოყენებული, ამა თუ იმ გეგმის განხორციელების მაინც გარანტულად მიაჩნიათ ამერიკის შეერთებული შტატები. ასე რომ ჩვენ აქ სუფთა ევროპულ ინიციატივაზე მაინც არ ვსაუბრობთ, ამერიკული ელემენტი იქნება დომინანტი და ევროპა ამას თავად აღიარებს და მეორე საკითხი და ძალიან მოკლედ. თვითონ ტრამპი იჩემებს, რომ მას შეუძლია ერთპიროვნულად ევროპის დახმარების გარეშე მოაგვაროს ეს კონფლიქტი. ეს მხოლოდ რამდენიმე მინიშნება და ამაზე გავშევდებით. მადლობა, ვიქტორ ყიფიან, ჯეოკეისის თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ვიდრე კიდევ